მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო სათევზაო კოჭებზე. ეხლა მე არსენალში ზოგი ჩინური კოჭა მაქვს მაჩუკა ჩემანათულმა გერმანიიდან ჩავამიტანა ესეთი ბაიტრაინერით არის ფსკერულისთვის ეგრეთ წოდებული დონკას რო ვეძახით ჩვენ. ეს არის ძლიერი კოჭა, ძლიერი თევზისთვის. კოჭა დიდია, სადღაც 5000-იანია თუ მეტი კიდე, 6000-იანია, ბევრი ძოლა ეტევაზე. კოჭას აქვს ბაიტრაინერი, რომელიც ეხმარება, რომ კოჭა არ წაგართვა ძლიერმა თევზმა და არ წაიღოს. მეორე კოჭა არის ესეც ჩინურია, ამას ვხმარობ ფიდერზე. უკან იტყვიან ხოდი არ აქვს. ძალიან კარგი ტორმოზი აქვს, აჩერებ თუ არა ეგრევე იჭედება მთლიანად კოჭა. მიხვევია წნული, რომელიც წნულითაც მშვენივრად ფიდერზე ვთევზაობ. გადაგდებისას სავსე მაქვს თუ ხედავთ კოჭა წნულით. გადაგდებისას ძალიან მეხმარება ეს შორს გადაგდებაზე. მაქვს ეგრეთ წოდებული ალუმინის. არის რამოდენიმე ბალიანი და არის მშვენიერი მოქმედების. ეს გერმანიიდან ჩავამიტანა ჩემი ქვისლის ძმამ, არის ძალიან კარგი ბალცერი, ხმარობ სპინინგზე, არის იდეალური კოჭა, ტონითაც, გადაგდებითაც, ხმითაც, მოქმედებითაც. მიხვევია წნული და რა მუშაობს მშვენივრად. და ბოლოს ეს არის ჩემი მეგობრის ნაქონი, აწგარდაცვლილის, ეს არის აბუ გარსია კარდინალი, ძალიან ძველებური კოჭა არის, მაგრამ იმდენად მიყვარს და იმდენად კარგი კოჭა არის და მოსაგონარიც ბევრი აქვს და თან არის ორიგინალი, აბუ გარსიას ორიგინალი კოჭა არის და ვხმარობ აგერ უკვე წლებია ჩემს არსენალშია და მოკლედ მასიამოვნებს თევზაობის დროს. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდევ ბევრ საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ თქვენთან ერთად. მადლობა.